გიორგი გვეკითხება, არის თუ არა აკადემიური განათლება ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი. კიც და არაც ალბათ. ერთი საქმე ის გახლავთ, რომ რეალურად აკადემიური განათლება რაღაც საკრალური მოცემულობა არ არის, ისიც ადამიანებზე, საზოგადოებაზე, ისტორიაზე, ხდომილებებზე დაკვირვების შედეგად მიღებული ერთგვარი რაღაც ჯამია, რომელმაც მერე სტრუქტურის ფორმა მიიღო. თუმცა მეორე მხრივ მე მინახავს არაერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება მცოდნე და არა, მაგრამ განათლებულად მივიჩნევდე და ეს განათლება გაცილებით აღემატებოდეს რომელიღაც სხვის მიერ მიღებულ განათლებას, რომელსაც სახლში ათობით ხმამაღალი დიპლომი უდევს. ამიტომაც მე მგონია რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. ნუცი ბოჭორიშვილი გვეკითხება, რა შეგრძნება, როდესაც ნოდარ დუმბაძეს გადარებენ და ასევე საინტერესოა რატომ აწერთ თქვენ ეგრეთ წოდებული სტორების უმეტესობას obsession. შეგრძნება შესანიშნავია, სრულიად ბუნებრივია, ნოდარ დუმბაძე ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია, მით უმეტეს გურული კაცისთვის მას ძალიან დიდი და საამაყო სახელი აქვს და მეც მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგს, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ძალიან უყვარს. მათ შორის მისი მცირე პროზა, რომელიც არ არის ისე პოპულარული და მისი საბავშვო ლექსებიც, რომელიც ჩემი აზრით ძალიან გამოსარჩევია, თუმცა მეორე მხრივ მივიჩნევ, რომ მე განსხვავებული ავტორი ვარ. ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში არც უკეთესს, არც უარესს და არც სხვა რამ, ეს უბრალოდ განსხვავებული. obsession მე მიიჩნევენ ყოველ შემთხვევაში ექიმები, რომ ნაწილობრივ მაინც ვარ იმ თქვათ მენტალური ერთგვარი დისორდერად წოდებული მიმართულების ნაწილი, რომელსაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჰქვია და შესაბამისად სტარტი აქედან აიღო ამ სტორების სერია. თუმცა მერე მიზანი იყო ის, რომ რეალურად ჩემი თავისთვისაც და სხვა ბევრი ადამიანებისთვისაც, ვინც ობსესიურ დაავადებას ებრძვის, გამეადვილებინა ეს პროცესი და მე თქვა, რომ აი ყველაფერში შეიძლება ობსესია დაინახო, გააჩვეულებრივო. არაფრად აქციო და ტანჯვის ნაწილი ჩამოაშორო და ესთეტიკური მიმართულება დაუტოვო. ეს ცდილობაა ცხადია, შეიძლება ვიღაცისთვის ნაივური, ვიღაცისთვის საინტერესო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შემდეგ კითხვას, რომელიც ქალბატონ ხათუნამ დასვა, არის თუ არა სიუჟეტი, რაზე ჯერ ვერ არ წერთ. მე ისე და ისე ფოლკნერს მოვითხოვთ, რომ მოვიხმობ, რომ ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ და მე ეს მყარად მგონია. შესაბამისად არის ამბები, რომელზეც ყველაზე უფრო ინტიმურ თემათა გამჟღავნებელი მწერალიც კი არ ლაპარაკობს. შეიძლება ეს თემები ქვეცნობიერის იძულებით რაღაც ალუზიურ თხრობაში ეზოპეს ენით ამოტივტივდეს, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ჩვენ ყველანი ვიტოვებთ და ჩვენთან ერთად მარხავთ. ეს თემები მეც მაქვს. ნინი, თქვენი ლექსები მომწონდა ბოლო დროს, მგონი პოეზიას ზურგი აქციეთ, რატომ? მგონი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა, იმიტომ რომ სულ ახალხან გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, აქ ყალბად თავმდაბალი ვერ ვიქნები, ახალი სიმღერები და ამ ტექსტებით დაუბრუნდი პოეზიას და ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავე, იმიტომ რომ საკუთარ თავს პირველ რიგში როგორც პოეტს ასე მივიჩნევ და თქვენ ბუნებრივია ძალიან დიდი მადლობა აი ამ განწყობისთვის. გთხოვთ გვირჩიოთ 10 საინტერესო წიგნი, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი ან ჯერჯერობით პოპულარობა აკლია. ცით რა ეს ანსტი ცნაური კითხვაა, მე გაურბი ხოლმე ჩამონათვალებს მით უმეტეს ათეულებში, ოცეულებში, მოქცეულებს და შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხი ასე ზუსტად და სპონტანურად ძალიან გამჭირდება, წინასწარ არ მომზადებულ ვარ. კითხვებისთვის, თუმცა რეალურად მინდა რომ რაღაც წიგნები აუცილებლად გქონდეს ქართველ მკითხველს წაკითხული. მათ შორის ეს ალბათ არის პირველ რიგში ძალიან პოპულარული, მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ რომ ძალიან შეიძლება ცოტაჯერ წაკითხულიც, მაგრამ ამავდროულად არ გაგებული ან ვერ გაგებული. როგორც არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, როგორც არის მაგალითად ვაჟა-ფშაველას პოემები, რომელთაც ხშირად ვახსენებთ, მაგრამ იშვიათად ვითვალისწინებთ ხოლმე. თუ მაინც და მაინც სპეციფიკურ წიგნებზე არის ლაპარაკი, ნუ რატომ არის ეს სპეციფიკური, მაგრამ მაინც ბევრს ურჩევდი ფოლკნერის აბესალომს, ურჩევდი ალბათ
კორტასარის სამხრეთის შარაგზას, ურჩევდი ჰერმან მელვილის Moby Dicks, ურჩევდი ალბათ კიდევ ერთხელ გადაკითხვას მარკ ტვენის ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს. გარკვეულწილად ეს წიგნები ჩამოთვლილი ქართველ ავტორებთან ერთად და ამავდროულად სერვანტესის დონ კიხოტთან ერთად ჩემთვის მთავარი წიგნები. ცნობილია, რომ მენტალურ პრობლემებს სერიოზულად ებრძოდით. ახლა როგორ გრძნობთ თავს და იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. საქმე ის არის, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვცდილობ უამრავ ადამიანს დავეხმარო და სოციალურ ქსელშიც ჩემი პათოსი უკიდურესად ოპტიმისტურია, გარკვეულწილად დღესაც ვებრძვი ამ პრობლემებს, იმიტომ რომ მგონია ეს ამბები რაც შეიძლება ზოგჯერ გენეტიკურად, ზოგჯერ რაღაც სტრესების მერე იყოს გენერირებული, არ მთავრდება. არ მთავრდებაში ვგულისხმობ ბუნებრივია შედარებით მსუბუქ ან სრულიად შეუმჩნევლ ფაზას, მაგრამ მაინც არსებობს და მაინც გახსოვს, რომ შენი მენტალობა გარკვეულწილად არის მიდრეკილი აკვიატებებისკენ, მაგალითად. მთავარი ამოცანა აქ არის, რომ კლინიკურად რთული ფაზა ჩავაცხროთ და მე ეს რთული ფაზა გავიარე წელიწად ნახევრის განმავლობაში, სრულიად ჯოჯოხეთური ამბავი იყო, შეიძლება უარესიც კი კაცმა არ იცის ჯოჯოხეთი როგორია, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ ფიზიკურ ტანჯვას ნამდვილად ვამჯობინებდი, მით უმეტეს რომ გადაჯაჭვულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ცალკე არ არსებობს მენტალური ტანჯვა, ჩვენ ბიოქიმიური არსებები ვართ და ჩვენი სულიერი სამყარო და სხეულებრივი ნაწილი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში. შესაბამისად, რამდენიმე რამ დამეხმარა ალბათ ყველაზე უფრო, პირველი სწორი სპეციალისტების პოვნა, მეორე ნებელობა, ანუ საკუთარ თავში ძალის გამოძებნა, ეს არ რთული ამბავია და რაღაც ეტაპზე თავი ხელში აიყვანე, შემოუძახე და ასე შემდეგ, არაფრით არ მუშაობს და მხოლოდ მავნებლურ ფრაზებად შეიძლება ჩავთვალოთ და ამავდროულად ცხადია ჩართულობა. ჩემნაირი ტიპის ადამიანისთვის საკუთარი ტვინის გამოკვება სოციალური აქტიურობით, რაღაც ტიპის, თქვათ, საქმიან მოცემულობებში აქტიური თანამონაწილეობით არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასე აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ამას ადრეც გრძნობდი და შესაბამისად აი ამ ჩართულობამ ტვინისთვის ახალი დავალებების დამახსოვრებამ ნელ-ნელა დომინანტი პოზიციებიდან გააძევა ეს ობსესიური ტანჯვა და ასე თუ ისე დაუბრუნდი ქმედით ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა სიტყვა ნორმალური დიდად არ მიყვარს და არც მივესალმებ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი გარკვეულწილად კი თანავცხოვრობთ რაღაც ნორმებში, მაგრამ გაურბივართ ამავდროულად. სალომე გვეკითხება ამჯერად საკუთარი მდგომარეობა, რაც დაძლიეთ ვინმესთვის ან რამისთვის ხომ არ დაგიბრალებიათ. ნებისმიერი მდგომარეობა არის რაღაცის ან ვიღაცის ბრალი. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ბუნებრივია ძალიან დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. სიტყვა, რომელიც შენ მოგემართება, რაც არ უნდა გამოიგონო, რომ სქელი კანი გაქვს და ბლა ბლა ბლა, არის გაცილებით უფრო მჭრელი და გაცილებით უფრო მტკივნეული, ვიდრე შეიძლება ეს მაგალითად ტყვია იყოს და ჩვენ ვიცით ამაზე ბევრი საუბარი ყოფილა, მათ შორის ქართულ ლიტერატურაში მაგალითად სულხან საბაორბელიანის ენით დაკოდილი არის აი ამის ბრწყინვალე ნიმუში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რაღაც არის რაღაცის ბრალი. ერთადერთი რაც შევძელი არის ის, რომ საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შედეგად თუ არ გავაუქმე ყოველ შემთხვევაში სადღაც ძალიან ეს ღრმა გამოქვაბულში დავმალე შურისძიების სურვილი და შეგრძნება, რომელიც რა თქმა უნდა მეც მქონდა როგორც ყველა ადამიანს. მაგრამ ეს შევძელი. შესაბამისად, საჯაროდ არავისთვის არასდროს არაფერი არ დამიბრალებია. ნიკა გვეკითხება თუ იყო პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ამ მდგომარეობას თავს ვერ დააღწევდით, ვერ გამოდით. კი, რა თქმა უნდა იყო. და ასეთი პერიოდი აისახა მეტნაკლებად ცნობილ ამბავში, რომელიც მე შემემთხვა და მაგის მერეც ხდებოდა ეს საქმე, იმიტომ რომ ასე უცებ იმ ძალიან რთული შემთხვევიდან არ გამოვსულა პირიქით, დამძიმდა ჩემი მდგომარეობა, იმიტომ რომ მე ძალიან არაჯეროვნად და არასწორად მოვიხმარდი ფსიქოტროპულ წამლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესაბამისად იმის გამო რომ თავი დამემშვიდებინა ბუნებრივია, შესაბამისად ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა და რა თქმა უნდა იყო პერიოდი, როდესაც მეც და ირგვლივ მყოფებსაც ეს აღარ ჯეროდათ, არ მოვიტყუებ, არ ვითამაშებ რაღაცა ყალბ,
პათეტიკას და არ ვიტყვი რომ აი სადღაც გულის კუნჭულში მე ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ არ დაეცე და აუცილებლად წამოდგები და ეს ზანყალბი იქნება. პირიქით, მე რაღაც პერიოდი იყო, როცა მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. და ეს პერიოდი 1-2 თვე ნამდვილად გრძელდებოდა გადაბმულად. მაგრამ საბოლოო ჯამში ყობა რაღაც ძალა გამოიძებნა ჩემში სხვა დანარჩენი ადამიანების დახმარებით ბუნებრივია და ვიპოვე ის წერტილი სადღაც საიდანაც წამოდგომა იყო შესაძლებელი და ამას ყველა იპოვის. რა თქმა უნდა, მთავარი არ დანებება. ეს მნიშვნელოვანი საქმე გახლავთ. ნინო გვეკითხება ძალიან მომწონს თქვენი თხრობის წილი, სიამოვნებით ჩაუждდებოდი სქელტანიან ნაწარმოებებს, ხომ არ უნდა ველოდოთ ამ ხრივ სიახლეს კი. და სხვა შორის პირველი ესეთი სერიოზული მხატვრული რომანი გამოვა ძალიან მალე პალტრაელი გამოსცემს, რომელიც ონკო პაციენტის ისტორიაზეა და სიკვდილის გაუქმება ქვია პოსტმოდერნული ტექსტია. გარკვეულწილად ალუზიებით, შესაბამისი თქვათ ინტეგრალებით და მე მგონია რომ საინტერესო გამოვიდა ხა უხერხული იქნება ჩემგან მის მხატვრულ ხარისხზე ეს დაწვრილებით ლაპარაკი, მაგრამ თუ წაიკითხავთ ძალიან გამიხარდება და სიამოვნებით მოვისმენ შეფასებას ბუნებრივი. უცნობი გვეკითხება თუ შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყეთ ილიო თოფურიაზე, მის ოჯახზე, როგორი იყო წიგნის წერის პროცესი. მადლობა კითხვისთვის. ეს წიგნი უფრო ქალბატონ ინგა თოფურიაზე, ილია თოფურიას დედაზე, რომელმაც ერთგვარად გაიარა მთელი ისტორია 30 წლის განმავლობაში საქართველოს და განასახიერა კიდეც, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა აფხაზეთში, მოუკლეს უახლოესი ადამიანები, მერე იყო დევნილი, ჭუბერით გადმოვიდა, მერე ცხოვრობდა უცხო ქალაქში, საქართველოსშივე, მერე ორგზის ემიგრაცია გაიარა, 4 შვილი ყავს. ნუ ისეთი ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა და რეალურად სწორედ ისეთი ცხოვრება, სადაც როგორც წესი ნებდებიან ხოლმე. და მოახერხა და წამოდგა და აი ამ ყველაფრის გვირგვინი ცხადია იყო ილიას წარმატება და ამავდროულად ბუნებრივი ალექსანდრის და თვითონ ილია და ალექსანდრიც რუსთავში ცხოვრობდნენ და მათთვის სირთულეები უცხო არ არის. მოგეხსენებათ 2000-იანების დასაწყისი, ჯერ კიდევ გულისხმობს 90-იანების ინერციას, მთელი აი ამ სოციალური სიდუხჭირით, გაუგებრობებით, კრიმინალის დომინაციით და მათ მოახერხეს და აი ამ მოცემულობაში სწორი გზა აირჩიეს და დღეს ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ისინი მსოფლიოში წარმატებულ და ნუ არა თუ წარმატებულ, არამედ საკულტო სპორტსმენებად ითვლებიან. ილია თოფურია დღეს მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სპორტში, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პერსონად. ზურაბ მაღრაძე გვეკითხება და გვეუბნება ამავდროულად უცხოეთში ქართული ბიბლიოთეკების გახსნისთვის მადლობა. გვაქვს თუ არა გეგმაში ფერეიდნელების და თურქეთის ჩვენებურების საერთო საგამოცხადო იდეა პროექტი საქართველოში დავაზუსტებ ჩვენებურებმა ირანიდან და თურქეთიდან რამე ქართული პლატფორმით რომ შეძლონ მეტი და უკეთესი კომუნიკაცია ერთმანეთთან საქართველოში ამ საქმეში წიგნი ყველაზე უკეთ გააკეთებდა საქმეს. ცხადია შესაბამისი დონორის პირობებში. ზურაბ მაღრაძე სავარაუდოდ მე ვიცნობ და მხოლოდ სახელი და გვარი არ ემთხვევა, არამედ მისი განწყობებიც, რაც ამ კითხვაში ჩანს ამას ბევრი აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით და ძალიან მიხარია. კი, ჩვენ გვინდა უფრო აქტიურად ვიმუშაოთ თურქეთში ცხოვრებ ჩვენებურებთან, ფერეიდნელ ქართველებთან. ეს მოგეხსენებათ ცოტა სპეციფიკური მიმართულებაა, ცოტა მეტ მომზადება საჭიროებს, ცოტა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებას და ცხადია ძალიან გვინდა რომ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ამ თვალსაზრისითაც აქტიური იყოს და გარკვეულწილად ხელი შეუწყოს შესაბამის პროცესებს. რიტა თათვიძე გვეკითხება, ბატონ გიორგი მოგესალმებით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. პირველივე კლასიდან ინგლისური ენის შესწავლა მიუღებელია, მაშინ როცა ქართულ ბავშვს ქართულად ამოკითხვა უჭირს წიგნიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის დაშვებული რელიგიის სწავლება სკოლებში? მე მგონია რომ რელიგიის ისტორია რო სკოლებში ისწავლებოდეს არაფერი არ დაშავდება პირიქით. მათ შორის იმ რელიგიის ისტორია, რომელიც დომინანტი არის ჩვენს ქვეყანაში. ოღონდ ბუნებრივია იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი აღსარებლობის ადამიანია და მათ აუცილებლად უნდა მიეწოდოთ ცოდნა საკუთარი რელიგიის შესახებაც. ისტორიულიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება უცხოური ენის სწავლებას, მე მაინც ვფიქრობ, რომ მშობლიური ენის სწავლით უნდა დავიწყოთ. ხაზგასმით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სპეციფიკური სურვილი და მიდრეკილება, რომ მაინც და მაინც პირველი კლასიდან ან საბავშვო ბაღიდან ასწავლოს, შეუძლიათ, რომ ეს კერძო ინიციატივაში გადათარგმნონ და ასე მოიქცნენ. უცხოური ენა ალბათ უფრო სასურველია, რომ სადღაც მეორე კლასი ან უფრო ადრე, როგორც იყო მიღებული მესამე კლასიდან დავიწყოთ. როგორია თქვენი წარმატება
ტიპის ფორმულა ეს ძალიან გჭირდება მომავალი თაობების აღსაზრდელად თუ ელისო შარია გვერდზე. ცით რა არის მე ჯერჯერობით თავს მაინც წარმატებულ ადამიანად არ მივიჩნევ და მაქვს სხვა გეგმები, რომლის შემდეგაც ალბათ შეიძლება ამ სახელის დარქმევა ჩემთვის, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი წარმატების ფორმულა ყველგან და ყოველთვის ეფუძნება რაღაცნაირად ვთქვათ ერთი და იგივე ალგორითმს. ეს არის სწავლა, შრომა, ვარჯიში თავისუფლებისთვის და თავისუფლებაში და ამავდროულად ბუნებრივია ცოტა გამართლება. ოღონდ ამ გამართლებაში მე არ გულისხმობ რაღაც ხელოვნურ ხელის შეწყობას და სხვა ტიპის ნეპოტისტურ მოცემულობებს. არამედ იმას, რაზეც ლაპარაკობს სოლომონ ბრძენი ეკლესიასტეში, რომ დრო და შემთხვევა განსაზღვრავს ყველაფერს. ხო, იქ ამბობს, რომ არც ბრძენთან ნებაზეა, თქვა, იქ არც მეფეთან ნებაზეა ომი და ასე შემდეგ და ასე. ამიტომ რაღაც ხდომილებები თან უნდა გახლდეს, რომელიც გარკვეულწილად შენს გეზს აიმზაობების შემდეგ რომელიც აუცილებლად ამავდროულად თანმხედრი უნდა იყოს ამ პროცესის, იმიტომ რომ მხოლოდ შემთხვევითობა შრომის და სწავლის გარეშე ვერ იმუშავებს, რაღაც შედეგს მიგაღწევინებს აუცილებლად. ადამიანი კიდე აღიარების არსებაა და ვერავინ ვერ მოიტყუებს, რომ მას წარმატება არ სურს. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი ეს ფსიქოლოგიური კვარცხლბეკი, რომლის დააპყრობასაც ადამიანი სხვადასხვა მასშტაბის მიხედვით ცდილობს, ზოგს ძალიან პოპულარობა უნდა, ზოგს ლოკალურ საზოგადოებებში იგივეს გაკეთება, არის აღიარება და დიდება. ნანა ჟიჟიაშვილი მეკითხება, გვეკითხება, როგორ დავიწყოთ საკუთარ თავზე გამარჯვება. ხო, რთული ამბავია, მე მგონია, რომ საკუთარ თავთან ჭიდაობა ცოტა ისეთი ამბავია, დამარცხებული შენ გამოდიხარ და გამარჯვებულიც, უბრალოდ სხვადასხვა ვერსია შენ თავის. ამიტომაც რეალურად მან არჩევანი უნდა იყოს ჯერ სწორი, რას ვეჭიდავებით და რატო. შეიძლება იმას, რაც სულაც არ არის დასაჭიდებელი. და რაც შეეხება ალბათ პათოსს, რაზეც ხაზგასმას ვარაუდობ თქვენი მხრიდან, რეალურად ამ ყველაფერს მოძრაობა ჭირდება. ერთადერთი შეიძლება ასე ითქვას ალგორითმი, რომელიც მუშაობს ადამიანის წარმატების და რაღაცნაირად თქვა, თუნდაც საკუთარ თავზე გამარჯვების მიმართულებით, ეს არის მოძრაობა. მოძრაობა, რომელიც გულისხმობს ტკივილსაც, ილიასი არ იყოს, როცა თერგს მოიხმობს რაღაცებზე დაჯახებას, შეიძლება შეჩერებას, უკან დაბრუნებას და ამ შემდეგ და ამ შემდეგ, მაგრამ არის უკიდურესად აუცილებელი. შონა გიკაბიძე გვეუბნება, ძალიან მიყვარხართ გიორგი, როგორ ახერხებთ, რომ ყველგან იყოთ, სადაც აუცილებლად საჭირო ხართ. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ სიყვარულისთვის და ზოგადად სიყვარულისთვის ყველას. მე არ მგონია, რომ ყველას უყვარდე, ეს აბსურდია და გაუგებარი ამბავიც იქნებიან, არიან ადამიანები, რომელთაც არ უყვარვარ, რომელთაც შეიძლება უძულო არ, შეიძლება უმიზეზოდ, შეიძლება რაღაც გამოგონილი მიზეზით, შეიძლება მიზეზითვე, მაგრამ ნუ დიდწილად ეგრე მოხდა, რომ ძალიან დიდ სიყვარულს გრძნობ თქვენგან და მიხარია ეს ყველაფერი. ამავდროულად, რაც შეეხება კითხვას, ცხრა მე არ ვაფართოვებ ხელოვნურად ჩემს ველს, მე მგონია რომ რაღაც საქმეები არის, რაც არ ვიცი და არასდროს არ ყოფ იქ ცხვირს. უბრალოდ არის რაღაცეები, სადაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გამოხატოს თავის პოზიცია, ან ქმედებით, ან სიტყვით. თუ კი ისინი სოციალური არსებები არიან, როდესაც მე დადგება დრო, როდესაც მეც ვიტყვი სოციალურ ველზე ვარს და ვერავის დამონათება გამოქვაბულიდან ვეღარ გამომიყვანს. იმიტომ რომ ეს უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემი მყოფობის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია. მაგრამ მანამ სანამ მე სოციალური აქტორი მქვია, მე ვალდებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის რაღაც გავაკეთო და სწორედ ეს არის მიზეზი. გიორგი, როგორ ვიმეგობროთ აწყოსთან და მოვერიოთ წარსულს? წარსული რთული ამბავია, ადამიანი მეხსიერების არსებაა გარკვეულწილად და ჰემინგუეი ხუმრობდა, რომ ბედნიერება არის სუსტი მეხსიერება და კარგი ჯანმრთელობა. ეს არ გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ რაც სუდი მომხდარა ყოველთვის გვახსენებს ხოლმე თავს. შილერს უწერია ერთგან, რომ ერთადერთი გზა წარსულთან მორიგების არის მისი მიღება, ისეთად, როგორიც ის არის. ეს რთული ამბავია, ბუნებრივია და ასე ვიღაცის სიტყვაზე არ ხერხდება, მაგრამ ერთადერთი მეთოდია. საკუთარი თავი წარსულში უნდა მიიღო ისეთი, როგორც იყავი. უბრალოდ უნდა ეცადო, რომ გააუმჯობესო და ამით საკუთარი აწყვოვან მომავალი უკეთესად აქცია. კოტე თავართკილაძე მეკითხება, გიორგი ჩოხატაურში როდის გვესტუმრები წიგნების გავრცელების კულტ ჩოხატაურში ახლახან ვიყავი, სხვათა შორის
და კიდევ ვაპირებ ჩამოსვლას ხშირად. ჩოხატაური არის ჩემი მამულეთი, სოფელი სურები, ძალიან მნიშვნელოვანი და საკრალური ადგილია ჩემთვის. თელ ზაფხულს იქ ვატარებდი და ბედნიერების შეგრძნებები დიდწილად სწორედ იქიდან მომყვება. რემარკს აქვს ნათქვამი, რომ ის ადგილი, სადაც ჰაერს ახსოვს შენი ბედნიერი სუნთქვა, არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს ადგილი არის სურები. ამიტომაც ხო, აუცილებლად ხშირად ჩამოვალ. რას ურჩევთ ადამიანებს? მარი მინაშვილი გვეკითხება, მიზნის მისაღწევად რა ოცნება გაქვთ, რომელიც გინდათ აგიხდეთ და ჯერ აგხდენიათ. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ასევე პროფესიულ საქმეს. პირად ცხოვრებაში სიმართლე გითხრათ, ოცნებები არ მაქვს. პროცესად უფრო მივიჩნევ და შესაბამისად იმდენად ქაოტურია, რამდენადაც დაუგეგმავი პროცესი. თუმცა რაღაცები არის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანი მოცემულობაა, თუმცა ინტიმური და ამაზე ღიად ლაპარაკი მაინდა-მაინც ვთქვათ, მე არ მჩვევია. რაც შეეხება სხვა მიზნებს, უნებრივია, ჩემი სურვილი არის, რომ ქართულ ლიტერატურას და თუ შესაძლებლობა მექნება მსოფლიოსაც საკუთარი კვალი დავაჩინო. როგორია თქვენი დამოკიდებულება ღმერთთან და მოყვასთან? მოყვასთან ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება ერთია იგივეა, ღმერთთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე არ ვარ სქემატურად რელიგიური ადამიანი, თუმცა მაქვს ჩემი დამოკიდებულებები მიღმიერთან, ჩემი განცდები, ჩემი ხედვები, თან მიხედვით იმისა, რომ ძალიან მორწმუნე ოჯახიდან ვარ და კულტურულად ქრისტიანი ბუნებრივია, იმიტომ რომ ამ დიდი კულტურული ინერციის ნაწილი ვარ. შესაბამისად, ეს საკითხი ჩემთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია. მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი სხვა შორის, რომ ეს საყრდენი მქონდეს მყარად და შემეძლოს თქმა, რომ მორწმუნე ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფიქრს გამიუქმებდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ლინა სანიკიძე მეუბნება, ბატონო გიორგი, ხომ შეიძლება თქვენ გახდეთ ლიდერი ეროვნული მოძრაობის, ვისაც არ ცოდნა გაკლია და არ ცხოვრებისეული დაკვირვება. აი ზუსტად ამას ვამბობდი წინა კითხვის პასუხად, რომ არის რაღაც საქმეები და ამბები, რომელიც მე არ ვიცი, ან უბრალოდ არ მინდა. გულისხმობ ამ შემთხვევაში პოლიტიკას. ეს იმიტომ კი არა რაღაც სქემატურ ფრაზად იქცა რომ მე პოლიტიკაში, ჩვენ ყველანი ვერევით პოლიტიკაში, ჩვენ ყველანი პოლიტიკური არსებები ვართ. იმიტომ რომ ცხოვრობთ ამ არეალში და აბსურდია ჩვენ ვთქვათ რომ ამის მიღმა ვართ. ოღონდ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსობა ჩემთვის არის უკიდურესად უცხო ამბავი. იმიტომ რომ დავკარგავ მთავარს, თავისუფლებას. ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური თავისუფლება არავის არ გვაქვს, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც მე შევძელი რომ მიმეღწია. შესაბამისად ამ სფეროში მოსვლას მე არასდროს არ ვაპირებ ხაზგასმით, თუმცა ყოველთვის ვიქნები გულშემატკივარი იმ ადამიანების, რომლებიც შეეცდებიან რომ უკეთესი საქმე გააკეთონ ამ მიმართულებით. და ბოლო კითხვა არის კავტონ ნინოსი, რა არის ადამიანისთვის მთავარი, რამდენიმე პუნქტად თქვენი ამ კუთხით ხედვა რომ წარმოგვიდგინოთ. რთული კითხვა ძალიან, იმიტომ რომ თავარსაც ალბათ ადამიანი ირჩევს ან ცხოვრება არჩევინებს. პირველ რიგში ადამიანისთვის მთავარი არის რეფლექსირებული სიცოცხლე, რომელსაც ის განიცდის ბუნებრივია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პირველი რიგის საკითხი შეიძლება უმთავრესი არ იყოს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ესე იგი, რაღაც არის კიდევ უფრო მთავარი. შეიძლება ეს იყოს ღირსება, არ ვიცი. შეიძლება იყოს ოცნებების ასრულება. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რისი შელახვის ან ვერ მიღწევის მერე ადამიანები აი ამ ფუნდამენტურ რამეზე, სიცოცხლეზე ვარს ამბობენ. მე ამ მიმართულებით ბევრი მიფიქრია სხვა შორის, ხო? შეიძლება მაგალითად სირცხვილის შეგრძნება იყოს უპირატესი სიკვდილის შიშის. და ამის გულისთვის ადამიანმა გააწყვეტოს სიკვდილი. ეს ხო უცნაურია, მით უმეტეს ევოლუციური აზრით, როდესაც ადამიანი გადარჩენის არსებაა და ამ ინსტინქტზეა დაფუძნებული. მაგრამ ეგრე აღმოჩნდა და ალბათ ამითაც ვართ ძალიან საინტერესოები და აღმატებული ცოცხალი არსებები.